სახელითა მამისად და ძისად და სულისად წმინდისად. ჩვენ სულ საუბრობთ უფლის ცნობელობას. გახსოვთ პავლე მოციქულის სიტყვები, თითქოს გაოცების კილოთი ამბობს. ზოგიერთი თქვენგანი არც კი იცნობს ღმერთს. თქვენს შესარცხვენად ვამბობ ამას. ესეთ რამეს ამბობს პავლე მოციქული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი, უსასრულოდ რითაც განსხვავდება ქრისტიანი სხვა ყველა რელიგიური ადამიანისაგან არის ის, რომ ქრისტიანი ღმერთს უნდა იცნობდეს. მარადიული სიცოცხლეც ეს არის. ესე არის საუკუნო სიცოცხლე, რათა ვიცნობდეთ ღმერთს, რა თქმა უნდა, რომელიც მოვიდა ჩვენთან იესო ქრისტეს. ეს თავად უფლის სიტყვებია. ასე რომ ღვთისმცნობელობა, რომლის კულმინაცია შეიძლება ასე ითქვას, შეიძლება დგებოდეს ჩვენგან მოულოდნელად პირველ რიგში, ვერ გავაკონტროლებთ ამას, ღმერთი დაუმსახურებლად მოდის და ჩვენ გულს ეხება და მაშინ ხდება ხოლმე ღვთისმცნობელობა, რომ ადამიანი ცნობს უფალს, მაგრამ თუ სადღაც ჩვენი ძალისხმევაზეა, ჩვენს ძალისხმევაზე და ჩვენს მოქმედებებზეა საუბარი, მაშინ ეს კულმინაცია შეიძლება ხდებოდეს უშუალოდ ზიარების დროს, როცა ჩვენ ბაგეებს ეს გონება მიუწვდომელი სიწმინდე ეხება. თუმცა ეს რომ ასე მოხდეს, ამას სჭირდება ყოველწამიერი მზადყოფნა. ჯარისკაცი ვითხარ რა, რომელიც ყოველწამიერად მზად არის. მებრძოლი ვითხარ, ყოველწამიერად მზად არის. თუ ეს არ იქნა და რასაც ზოგადად ღვაწლი ქვია, ასკეზა ქვია, მარხვა ქვია, ლოცვა ქვია და ასე შემდეგ, მაშინ ვერ გაცოცხლდება ჩვენთვის ევქარისტია. რა თქმა უნდა, ეს გარეგანი მხარეა. არსებობს შინაგანი ღვაწლი, როდესაც და ეს ერთმანეთთან გადამბულია, ეს ცალ-ცალკე არცეთი არ არსებობს. არც შინაგანი არსებობს გარეგანის გარეშე, არც გარეგანი არსებობს შინაგანის გარეშე და შინაგანით ხდება დაძლევა იმ ეგოიზმის, შურის, უსიყვარულობის. ღვთისმცნობელობა შესაძლებელი გახდა, რატომ არის ქრისტიანობა ამით განსაკუთრებული და გონება მიუწვდომელად განსხვავებული ყველა სხვა რელიგიისგან? იმიტომ რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა. ღმერთი თუ ადამიანად არ მოვიდოდა, მისი მცნობელობა გამორიცხული და შეუძლებელი იყო. ღმერთი არავის უხილავს. მაგრამ რომ მოვიდა ადამიანად, აი მე ან ვიცნობდით, ან არ ვიცნობდით. ვიღაცამ იცნო, ვიღაცამ ვერ იცნო. ჩვენს დღეს, დღევანდელ სამყაროში, დღევანდელ ეპოქაში ვიღაცა ცნობს, ვიღაცა ვერ ცნობს. ქრისტიანები მათ შორის, ვიღაცა ცნობს, ვიღაცა ვერ აცნობს. სამრევლოში მყოფი ადამიანები, მათ შორის ჩვენ შორის, ვიღაცა ცნობს და ვიღაცა ვერ აცნობს. აზიარებელი ადამიანები, ვიღაცა ცნობს და ვიღაცა ვერ აცნობს. უფალმა ძალიან საინტერესო რამე თქვა, ბევრი რამე თქვა საინტერესო და მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი თქვა ის, რომ როცა ავმაღლდები, მაშინ მოვიზიდავ ყველას და გულისხმობს სახარებაში, როგორც ხედავთ კონტექსტში, როგორც წერია ჯვარცმას. ანუ ჯვარცმამდე უფლის მცნობელობა უფრო რთული იყო, ვიდრე ჯვარცმის მერე. გახსოვთ ავაზაკის მეტამორფოზა მოხდა სწორედ იმის გამო, რომ ჯვარცმული ქრისტე ადამიანურად მომაკვდავი ქრისტე დაინახა და მასში იცნო ღმერთი. რაღაც საიდუმლოება ხდება ამ დროს, რომელსაც ჩვენ ბოლომდე გონებით ვერ ვწვდებით. ანუ ჯვარცმა არის ის მაქსიმალური შესაძლებლობა, რითაც ადამიანი ღმერთს ცნობს. ცნობელობა მერე გვირგვინდება, რწმენის გვირგვინი რა არის, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთი და მერე აღდგარ მაცხოვარს უკვე გულში ვატარებ. ეს ყველაფერი საიდუმლოებებია. ანუ მისტიკური ცხოვრებაა ქრისტიანობისათვის. მაგრამ ჯვარცმა არის ის, რითაც ჩვენ ღმერთი გვიზიდავს. მთელი ჩვენი არსებით, ჩვენი ცნობიერებით, ჩვენი ყურადღებით, ჩვენი ესე იგი ნერვიული სისტემით, ჩვენი ფსიქიკით, ჩვენი ხორცით, ჩვენი სულით, ჩვენი გულით, ჩვენი სინდისით, ღმერთი ჩემთვის მოკვდა, გვიზიდავს ღმერთი. და თუ ადამიანს ჯვარცმული ღმერთი არ აფხიზლებს, აი ადამიანი, რომელიც არ ფხიზლდება ჯვარცმული ღმერთით, ღმერთი ჩემთვის მოკვდა, არ ფხიზლდება. მორწმუნე ადამიანი, რომელმაც იცის, რომ თითქოს ქრისტე ღმერთია, მაგრამ ცხოვრების წესს არ იცვლის, იცის, რომ ღმერთი ჩემთვის მოკვდა, არ აფხიზლებს. ანუ თუ ჯვარცმამ ადამიანი არ გამოაფხიზლა, ადამიანს აღარაფერი აფხიზლებს. აი როცა საუბარია ხოლმე იმაზეც, რომ ეშმაკ შეუძლია თუ არა შეინანოს. და იცით რა პასუხია? როდესაც ქრისტე კაცობრიობისთვის კვდებოდა და ამან არ შეძრა ეშმაკის დაცემული ქერუბიმის გული, რაღა უნდა მოხდეს,
რაღა უნდა მოხდეს, რომ მეშმაკის გული შეიძრას და შეინანოს. გესმით? ეს არის მაქსიმალური სტრესი შეიძლება ასე ითქვას, რასაც გონიერი და თავისუფალი არსება იღებს. სამყაროს შემოქმედი შენი გადარჩენისათვის კვდება. მაქსიმალური სტრესია. თუ ამან არ გამოგაფხიზლა, არაფერი გაფხიზლებს და ჩვენ ხომ ეს ვიცით და თუ ჩვენ არა ვართ გამოფხიზლებული, რაღა უნდა გამოგვაფხიზლოს. რატო არ ფხიზლდება ადამიანი? რატომ უჭირს ასე გამოფხიზლება? თვით მორწმუნესაც კი, იმიტომ რომ არის მორწმუნე, იცის რომ ქრისტე ღმერთია და ცხოვრების წესს არ იცვლის. ვერ ელევა ამას ოფლის სულს. რა არის მიზეზი? გული განუწმენდა. გასოთ უფალი რო ამბობს, თუ არ იქნებით ბავშვებივით, ვერ შეხვალთ სასუფეველში. ეხლა შევხედოთ ჩვენ თავს. აბა რომელი ჩვენგანია ბავშვივით? აი რომელი ჩვენგანია 3 წლის, 4 წლის ბავშვივით, 2 წლის ბავშვივით უბოროტო? რომელი ჩვენგანია ეს? არც ერთი. და რა გამოდის? უფლის სიტყვები რას ამბობს? თუ არ იქნებით ბავშვებივით, ვერ შეხვალთო სასუფეველში და მე კიდე არ ხენად ვაგრძელებ ჩემ ცხოვრებას. ჯვარცმის გაგებას ვერ შევძლებ. არ იძურება ჩემი გული იმით რომ ღმერთი ჩემთვის მოკვდა, იმიტომ რომ არა მაქვს ბავშვივით გული. არა და ქრისტიანობის ანი და ჰოე ქვაკუთხედი ეს არის. აი მე რომ მოვიდომო მაგალითად აგიხსნათ თქვენ, განგიმარტოთ, დაგიმტკიცოთ, გიქადაგოთ. გადაიწყო გარემოში მოხდი და უნდა უქადაგო, რომ აი ქრისტიანობა უნდა უქადაგო. რა არის მთავარი? ჯვარცმული ღმერთი. არა ფილოსოფია. არამედ ჯვარცმული ღმერთია, სალაპარაკო თემა. ეს არის მთავარი. ადამიანი მიიღებს, არ მიიღებს, არაფერს აზრი არ აქვს. არაფერ მტკიცებულებას აზრი არ აქვს. გახსოვთ პავლე მოციქულის სიტყვები, რომელიც დღევანდელ ეპისტოლეში აღმოვიკითხეთ. მომავლინა მე ქრისტემან სახარებად, არა სიბძნისა სიტყვითა. პავლე მოციქული ალბათ ნომერ პირველი მისიონერია მსოფლიოსი, ხო? პავლეა დიდი. და სიტყვას უჭრიდა. ერკვეოდა იდეალურად, კარგად, ძველი აღთქმის რელიგიაში, წარმართულ მსოფლმხედველობაში, ფილოსოფიაში, პოეზიაში, უგანათლებულესი ადამიანი იყო. და ამბობს, მე სიბძნის სიტყვით კი არ მოვედი. რათა არაცარიელ იყოს ჯვარი იგი ქრისტესი. სიბძნე დაგიმტკიცოთ, ესე იგი რა დაგისაბუთოთ არა, აბა ჯვარი რისთვის არის? რამე თუ სიტყვა იგი ჯვრისა, ჯვარი როგორც განმყოფელი კაცობრიობისა. კაცობრიობას ყოფს შუაზე, რომელიც იღებენ ჯვარცმულ ღმერთს და რომელიც არ იღებენ. რამე თუ სიტყვა იგი ჯვარისა, წარწმედულთა მათვის სიცოცხლე არის, ანუ სისულელე. აი ვინ ჯვარს არ იღებს? ეს სიტყვით უარყოფა იქნება თუ ცხოვრების წესით უარყოფა იქნება, ნიშნავს იმას, რომ შენთვის ეს არაფერს ნიშნავს, სისულელია, სიცოცხლე. ხოლო ჩვენთვის ცხოვრებულთან, ვინც ცხოვრების გზაზე დგას, არის ღვთის ძალა. ძალა ღვთის. ღვთის ძალა რას ნიშნავს? ღვთის ენერგია ამაში. ამიტომ არ შეიძლება მე ჯვარი ვატარო და ვითომც არაფერი. მე ჯვარს ვატარებ, ეს ნიშნავს, რომ ჩემში საღვთო ენერგიაა და რა თქმა უნდა მე შემიძლია ეს უარყო ჩემი ცხოვრების წესი. ვინაიდან სიბძნით ამით ღვთისათა ვერ იცნა სოფელმან სიბძნითა თვისითა ღმერთი. ამას სოფელს თავის სიბძნე აქვს, თავისი სჯული აქვს, თავისი ხედვა აქვს, თავისი რელიგიური განწყობები აქვს, რელიგიური კონსტიტუცია კაცობრიობის ადამიანისა, სოფხედველობა, თავის სიბძნე აქვს, მეცნიერული და ასე შემდეგ. მშვენიერების აღქმა, ადამიანის შემოქმედია, ადამიანი ღვთის ხატი და მსგავსია. ადამიანს კაცობრიობას თავის სიბძნე აქვს და ღმერთს თავის სიბძნე აქვს. და ნახეთ, ვერ იცნა სოფელმან სიბძნითა თვისითა ღმერთი. ღმერთის სიბძნე ვერ იცნო კაცობრიობამ თავის სიბძნით. ამიტომ ჯერიჩინა ღმერთმა ქადაგებით ამით სისულელისაითა ცხოვრება, ანუ გადარჩენა მორწმუნეთა მათ. ნახეთ, თითქოს წმინდა წერილი, ეს ხო გამოცხადებითი სიტყვა, თითქოს ირონია დევს პავლე მოციქულის ამ სიტყვებში, ურწმუნოს მიმართ. რაო, თეოდორე, ვერ იჯერებ, რომ ჯვრით გადაგარჩინა უფალმა? შენ ფიქრობ, რომ ეს დიდი არაფერი არ არის და მნიშვნელოვანი? არ მიიზიდა შენი არსება, როგორც ჯვარცმული ავაზაკის არსება მიიზიდა მთლიანად ჯვარცმულმა ღმერთმა არ მიიზიდა, შენ თვლი, რომ ეს უმნიშვნელოა ან სისულელია? და ეგრე ამბობს, ნახეთ, აი ღმერთმა სისულელე თვლი არაფრად თვლი, ხო და აი ღმერთმა ქადაგებით ამით სისულელისათა ჯერიჩინა, ანუ ინება ჩემი გადარჩენა.
აი ეს არის. და ეხლა როგორ უყურებს ამას კაცობრიობა თავის სიბრძნით? კაცობრიობის სიბრძნე რა არის? ეს არის რელიგიური ხედვა, წეგანაც გითხარით. რელიგიური ხედვა ადამიანების, ეს არის სოფხედველობრივი, ფილოსოფიური და მეცნიერული. და აი აქ არის სწორედ ურიანი და წარმართი. რაც მე ვთქვი, იმის წარმომადგენლები. ხო და ამბობენ, ურიანი სასწაულს ეძებს, რა უნდა რელიგიურ ადამიანს? ღმერთის ძალმოსილება დაინახოს თავის პირად ცხოვრებაში და პირადი ცხოვრება მოიწყოს ისე როგორც მას უნდა. ანუ ღმერთი მას ემსახუროს პირად ცხოვრების, ანუ დროებითი წარმავალი ცხოვრების მოწყობისათვის. დროებითი წარმავალი ცხოვრების მოწყობისათვის უნდა მას რელიგია მასწმენა, ამიტომ სასწაულს ითხოვს, ხოლო წარმართი სიბრძნეს, ეს ინტელექტუალური მდგომარეობა ადამიანისა, რომ ესე იგი მე ვიცი ყველაფერი და მე ვხედავ და ჩემი თავის ღმერთი მე ვარ. და ასეთი ადამიანების, ანუ წარმართი სიბრძნეს ეძებენ, ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეს ჯვარცმულს. აი ეს არის, არაფერს არ ვამტკიცებთ. უბრალოდ შეხო რაღაცას ფიქრობ, ეძებ, ცდილობ, აბა ეს როგორ არის? აბა მაგალითად თუ მე თავისუფალი ვარ, მაშინ ღმერთის ნება სად არის? თუ ღმერთის ნება ყოვლის შემძლეა, ჩემი თავისუფლება როგორ არის? თუ ყველაფერი ღმერთმა წინასწარ იცის, ესე იგი ჩემი თავისუფლება სადღარი ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული ყოფილა. თუ ესე იგი ღმერთი სიყვარულია, რატო ყველამ არის ის ქრისტე რო ღმერთია? ვინც ქრისტე რო ღმერთია არის ის, ესე იგი ჯოჯოხეთში წავა თუ საწავა და ადამიანები გაუთავებლად ამაზე ფიქრობენ. ამ დროს საკუთარი თავის საერთოდ ავიწყდებათ და ვეღარ ფიქრობენ, იმიტომ რომ მათ უნდათ რომ თავიანთი გონებრივი ლოგიკით, სიბრძნით, სამყაროს ღვთაებრივი მოწყობა განჭვრიტონ, გაიგონ, საკუთარ თავს უჩვენონ, დაუმტკიცონ და ჩვენ ამ დროს ბევრს არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვამბობთ, რომ იცი რა, ღმერთი რომელმაც სამყარო შექმნა, მოვიდა და შენთვის მოკვდა. მორჩა, მეტი არაფერი სათქმელი არ არის. ადამიანი მიიღებს, არ მიიღებს არაფერი არ შველის ადამიანს, არანაირი მტკიცებულება. ეს რო ესმის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ღმერთი ჩემთვის მოკვდა და ამაზე მის გულს რეაქცია თუ არა აქვს, აი ესეთი რაღაცა, რეაქცია. არაფერი არ შველის ადამიანს, ყოველ შემთხვევაში დროის იმ მომენტში, იმ წამში, როცა მას ამას ეუბნები. ხვალ შეიძლება რაღაცა შეიცვალოს მის ცხოვრებაში. ახლა არაფერ მტკიცებულებას აზრი არ აქვს. ქრისტეს ჯვარცმულს ვქადაგებთ და ხურიათათვის ეს არის ანუ რელიგიური ადამიანისათვის საცდურია, წარმართათვის სისულელია, ხოლო ჩვენთვის არის ღვთის ძალა და სიბრძნე. ხო და აი ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, თვითონ აი ჯვარცმის ისტორია, რომელიც ამოუწურავია და სახარებაში ეს საოცრად არის გადმოცემული, რომელსაც რაც არ უნდა კითხულობდე უამრავ რაღაცას იპოვი და აღმოაჩენ. აი მაგალითად გახსოვთ რამდენიმე მუხლი იონეს სახარებაში, რაც დღეს წავიკითხეთ. აი პილატე განათლებული თავისი სოფხედველობით, ცნობიერებით ფილოსოფოსი, რომაელი, წარჩინებული, ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მყოფი, მაგრამ გამოცხადებით რელიგიის, ანუ უღმერთო, ურწმუნო. და პილატე როცა ეუბნება ქრისტე კითხვას უბრუნებს და შე როგორ ფიქრობო? ქრისტე კითხვას უბრუნებს და გახსოვთ როგორ ეუბნება, მე რა ხურია ვარ, ნათესავთა შენთა და მღვდელმოძღვართან მოუცემი ხარ ჩემ და პილატე გაოცებულია, მე რატომ მეკითხები? შენი ნათესავები არიან და შენ გწირავენ. რელიგიური ადამიანები, მღვდელმოძღვარნი, ხო ისინი, რომლებიც შენები არიან, მათი შვილი ხარ შენ, ხო? აღიქვავს როგორც უბრალო ებრაელად, ხო? ისინი გწირავენ შენ. და მე რატომ მეკითხები? მე რა შუაში ვარ საერთოდ? პილატეს არ უნდა რომ შუაში იყოს საერთოდ. ეს დამოკიდებულება აქვს. და მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ თვითონ თulis რომ ეს იმათი პრობლემაა, მაინც ინტერესდება შინაგანად და ეკითხება, რა გიქმნიეს, რა დაგიშავებია. ანუ სადღაც ხედავს, რომ იგება რაღაცა დანაშაული აქვს იმის წინ დგომ ქრისტეს. ანუ მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მას აწყობს, რომ მოიმადლიეროს ის თითქმის აჯანყებული საზოგადოება, ესე მარტივად ვერ წირავს, იმიტომ რომ პასუხისგებლობას გზნობს, როგორც ხელისუფალი და პასუხისგებლობას გზნობს, როგორც სამართლიანობის დამცველი.
იმიტომ რომ რომაული სამართალი ცნობილია, ხო? ანუ რაღაცა ღირებულებებს ატარებს პილატე და ამიტომ ესე ხელაღებით ვერ იმეტებს და აინტერესებს რა ხდება, რა მოხდა, რა უქმნია. უნდა რომ როგორმე გადაარჩინოს. გახსოვთ ესეც, რომ ესე იგი ერთ-ერთს მიგიტევებს ბარაბა რო არის კიდევ ერთი და ფიქრობს რომ ბარაბასა და ქრისტეს შორის არჩევანს გააკეთებენ ქრისტეს სასარგებლოდ. მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ პილატე აქაც შეცდება, აქაც გამტყუნდება, აქაც გაოცდება, ხალხიც გადაიბირეს და მთელი ხალხი ეს მოძღვარნი ყვირიან ჯვარსაცუ ესე. ეს პილატეს რა თქმა უნდა აოცებს და აი აქ რა ჩანს რომ რელიგიური ფანატიზმი არასწორი რელიგიურობა, როგორი საშიში ხდება და უარესი ხდება, ვიდრე უღმერთო სამართლებრივი ანუ უღმერთო სამართლიანობა უკეთესია, ვიდრე ფანატიკური რელიგიურობა. იმდენად ბრმა ხდება ფანატიზმი ჭეშმარიტების დასანახავად. რატო? იმიტომ რომ რაც მეტად რელიგიური ადამიანი, უფრო საკუთარ თავში მეტად და მეტად დარწმუნებული ხდება, რომ ის ჭეშმარიტებას ატარებს საკუთარ თავში. და თუ ცდება, მე უკვე ძალიან საშიში ხდება. ვეღარ შეასრულენ ნეფალს. გახსოვთ უფალი ამბობს ერთ ადგილას, რომ როცა თქვენ დაგხოცავენ მოციქულებს ეუნებათ, ეგონებათ რომ ღმერთს სვერპლი შესწირეს. ანუ სინდისი აღარ უმუშავებს, იმიტომ რომ რელიგიური განცდა სინდისე მაღლადგება. მაგრამ როდესაც აი ეგ შეცდომას უშვებს ადამიანი, მაშინ უკვე როგორც გითხარით, მას სინდისიც აღარ უმუშავებს და ხდება ურწმუნოზე უარესი. და ეს რო არ დაგვემართოს, ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც აქედან გადაგვარჩენს, ეს არის ჯვარცმის სწორად გაგება. ჯვარცმა როგორც სიყვარული ყველა ადამიანის. ფანატიზმს არ შეუძლია ადამიანის სიყვარული. ფანატიზმი წესის გამო, რელიგიური წესის გამო ადამიანს სასიკვდილოდ გაიმეტებს. ხოლო ჯვარცმული ქრისტე ყველას და ყველაფერს პატიებს. თავისი მკვლელებისთვის ლოცულობს. შეუძლებელია ჯვარი გაიგო და ადამიანისადმი სიყვარული არ ქონდეს, სიბრალული არ ქონდეს, ადამიანის გამეტება შეგეძლოს. ხო და აი აქ პილატე აქაც ესე იგი ცდილობს საკუთარი თავიდან აირიდოს ეს პრობლემა და ეუბნება რომ თქვენ აცვით ჯვარს თუ გინდათ, მე მაგასთან ბრალს ვერ უპოულობ, ვერანაირ ბრალს, ანუ სამართლიანობის წვერვალი იყო რომის სამართალი და ადამიანური სამართლი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერანაირ ბრალს ვერ პოულობს. და ამ დროს რელიგიურ სამართალს სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას ხას, იმიტომ ვუსვავ, რომ ჩვენ აქ ამ წიაღში, ეკლესიის წიაღში, თუ ჩვენ არ გვექნება სწორი ქრისტიანული ხედვა, მაშინ ჩვენი რელიგიურობა შეიძლება ძალიან საშიში აღმოჩნდეს. ამიტომ არის ეს ხაზგასასმელი. დაინახეთ, ეს რომ ასია, საჩანს კიდევ. როცა ეუბნება პილატე, რომ მე მაგასთან ვერაფერ ბრალეულობას ვერ პოულობ, ნახეთ ურიები რას ეუბნებიან. ჩვენ ჟული გვაქვს და ჟულისა ჩვენისა ერთანაც სიკვდილი. ჩვენი სიმართლის მიხედვით, ჩვენი სამართლიანობის მიხედვით სიკვდილი ეკუთვნის. გარეგანმა ჟულმა დააბრმავა ისე, რომ მათ ვეღარ დაინახეს ღმერთი. გარეგანმა ჟულმა. და შემდეგ აი გახსოვთ ეს ადგილი კიდე რომ პილატე თან ეუბნებია რომ მაგანო თავისთავად ზეთხთისად გამოაცხადა და ამაზე პილატე კიდევ უფრო შეშფოთება გახსოვთ და პილატე ეუბნება შედის და ქრისტეს ეკითხება ვინ ხარ შენ? ვინ ხარ შენ? და აი ხო ადამიანს შეიძლება განცდა მოუვიდეს, რა კაია, ვინ ხარ შენ და ეხლა უთხრას, რომ მე ვარ ის, ვინც ვარ. და სახარება უცნაურ რაღაცას გვაწვდის ჭეშმარიტებას. ხოლო იესო სიტყვა არა მიუგო მას. გაჩუმებული, ანუ იქ სადაც პილატეს ხო შეუძლია თითქოს მისი გადარჩენა. ქრისტე ხმას არ იღებს. როცა ეუბნება შენ ვინ ახარ? ქრისტე ხმას არ იღებს. ისინი ვისაც ვინც რელიგიურად ცხოვრობს, ვერ ცნობს. პილატეს ვერ ცნობს. პილატე ეკითხება და პასუხს არ იღებს. ანუ დუმს ქრისტე. ისინი ითხოვენ სასწაული მოგვიხდინე. რელიგიური ადამიანები. წარმართი ფილოსოფოსი და სამართლის მხარეზე ყოფი ადამიანი ეუბნება, რომ ამიხსენი ვინ ახარ. ეს ახსნას ითხოვს, ის სასწაულს ითხოვს, არც სასწაულს უხდენს უფალი. და არც ლოგიკურად უხსნის. დუმს, არაფერს იქმს. თითქოს არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანებს დაანახოს, რომ ვინ არის.
და ჩვენ ცხოვრებაშიც ასეა ხშირად. როცა ჩვენ ვითხოვთ სასწაულს, როცა ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ეჭვების ლოგიკით გაქარწყლებას, უფალი დუმდება და არაფერს არ გვაგზნობინებს, არაფერს არ განგვაცდევინებს, იმიტომ რომ ერთადერთი რითაც ჩვენ შეიძლება ის მივხვდეთ, ვინ არის, ეს არის ჯვარცმა ქრისტე მოკვდა ჩემთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე თუ ამით ვერ მივხვდი, ვინ არის ქრისტე, არანაირი სასწაული, არანაირი თეოლოგიური და ლოგიკური და ფილოსოფიური განმარტება და არგუმენტი მე ქრისტიანად ვერ მხდის, გესმით? აი ამიტომ არის, რომ ძალიან ცოტაა ქრისტიანი. ამაზეც ხშირად მიფიქრია, რომ მართლა ცოტანი არიან ქრისტიანები. ჯერ სხვაერთად ხო ცოტანი არიან. რამდენია ხა მართლმადიდებელი სამყაროში? მე ამ მართლმადიდებლებს შორის რამდენი ცდილობს იყოს გულმხურვალე და მე ამ გულმხურვალებში რამდენია ნამდვილი და რამდენია ფანატიკოსი კიდე. ძალიან ცოტანი არიან ქრისტიანები და ამ ცოტაში ჩვენ ვართ თუ არა, ვის შეუძლია ეს თქვას? და მე მიფიქრია, რომ რატომ უფალო, რატომ არიან ცოტა? უფალიც ამბობს, რომ ნუ გეშინია მცირესა ამას სამწყსოს. რატო ვართ ესე მცირე? ეთყობა უფალი არ ეძებს რაოდენობას. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ვიქნებით. იმიტომ რომ ერთი ადამიანი თავისი მნიშვნელობით არ არის ნაკლები მთელ სამყაროზე. ერთი ადამიანის სრული უსასრულობაა თავის შინაგანი მდგომარეობით. ამიტომ ერთი ადამიანი ვიმეორებ, იმდენად მნიშვნელოვანია, 90-100 ცხვარიდან რომ ერთი იკარგება და მიდის ამ ერთის საძიებლად. ერთი ადამიანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი მარადიული მადლით ღმერთობა და ქრისტეს მარჯვნივ ჯდომა ერთი ადამიანისაც კი ღირდა მთელ სამყაროს შექმნად. გესმით? იმდენად უსასრულოდ დიდებულება ერთი ადამიანი და სხვანაირი ცხონება და სხვანაირი მარადისობა არ არსებობს. ეგ არის მარადისობა, ეგ არის სიცოცხლე, ეგ არის უკვდავება, ეგ არის სასუფეველი, რომ შენ დაждდები ქრისტეს მარჯვნივ, როგორც ქრისტეს ზის მამის მარჯვნივ, როგორც აპოკალიფსში ვკითხულობ. და აი ამისთვის შექმნა ღმერთმა მთელი სამყარო. ერთი ადამიანისათვის, მაგრამ მადლობა ღმერთს, ერთი კი არა, მილიონობით და მილიარდობით ცხონდება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც ცოტანი ხო ვართ, მაინც ვართ კიდე, ცოტანი ხო არიან ქრისტიანები, მაგრამ მილიონობით კი არა, ერთიც რომ ყოფილიყო. ღმერთი და ერთი კიდე. ესეც კი იმდენად მნიშვნელოვანია, კიდევ ვიმეორებ, რომ ამისთვის ღირდა სამყაროს შექმნა, ამისთვის ღირდა ღვთის განკაცება და ჯვარცმა, რომ ერთმა შეიცნო. ამიტომ რატო კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ ერთი არ არის ნაკლები მთელ კაცობრიობაზე და მთელი კაცობრიობა არ არის მეტი ვიდრე ერთზე. თითოეული პიროვნება სრული უსასრულობა არის. უფსკულია, რომელსაც ღმერთის გარდა არაფერი ავსებს. და თუ კითხვას დავსვათ, რომ აბა იმ დანარჩენებს რა უყოთ? აი აქ არის სწორედ ჩვენი პრობლემა, როცა ჩვენ ვიწყებთ მზრუნვას კაცობრიობაზე, ღმერთზე მეტად, თითქოს ღმერთზე მეტად შეგვიძლია კაცობრიობის სიყვარული, როცა ჩვენი მეზობელი არ გვიყვარს და ჩვენი ოჯახის წევრი არ გვიყვარს. როგორ უნდა გავბედო მე აი ამის გაპროტესტება და აბა კაცო ის ვიღაცებმა რომ ქრისტე არ შეიცნეს და ღმერთის სიყვარული ვაკრიტიკო, თან რომ არაფერი არ ვიცი რა იქნება და როგორ იქნება, როდესაც მე ჩემი ოჯახის წევრების სიყვარული მიიჭირს, ან საერთოდ არ შემილი. ასე რომ თუ ჩვენ გვინდა რომ შევიმეცნოთ, ქრისტე და გავიცნოთ და მასთან ურთიერთობა გქონდეს და ის ვიპოვოთ ჩვენს გულში და ეს მასთან კომუნიკაცია დაიწყოს და გახშირდეს და მუდმივი და მარადიული გახდეს, ამის გასაღები არის ჯვარცმა. დღეს ცხოველს ყოფილი ჯვრის ხსენებაა და საკითხავებით შესაბამისად იყო ეს და ეს არის დიდი საიდუმლოება და ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ჩვენ ეს გავიგოთ და ჩვენმა გულმა უпростоრად განიცადოს. მოუდრიკოთ ჯვარცმულ ქრისტეს, ჩვენთვის მომკვდარ ქრისტეს, მოუდრიკოთ მუხლი და უთხრათ მადლობა იმ რწმენისათვის, რომელიც მან მოგცა. მადლობა უთხრათ იმისათვის, რომ ჩვენ გულმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც იგზნო უკვე, რომ ქრისტე ღმერთია, თორე აქ ვერ ვიქნებოდით და ვთხოვოთ, რომ ეს მადლიერება და მისი ეს სიყვარული ჩვენდამი უფრო მეტად და მეტად საცნაური გამხდარიყოს ჩვენთვის, რომ ჩვენც მეტად და მეტად მოგცემოდეს შესაძლებლობა, რომ იგი შევიყვაროთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს
და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.